შენ გადასარების სტუმარი გელოდება ეხა კი არა და მასპინძელი რომელთანაც უნდა გადახვიდე ჩემი აზრით და მე დავიწყე. ასე იგი ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარს ბათუმი, როგორ მიყვარს ტამანგო და რა ხდება ბათუმში. ტამანგო, როგორ ხარ მოგვიყევი, რა ხდება შენთან? გულთბილი სამი, ჩემო ძვირფასებო, მეც ძალიან მიყვარხარ ბატონო გიორგი და მიყვარხარ თქვენ ყველა, ჩემო მეგობრებო, ჩვენი მაყურებელი მიყვარს, ბათუმი მიყვარს, მზიანი აჭარა მიყვარს, ყველა და ყველაფერი მიყვარს, რაც კი აქ ხდება და აქ ახლა ამ წუთას ჩემს უკან, ვაიმე, მოკლედ, ერთ ამბავში იქნება დღევანდელი დღე და ერთ ამბავში იქნება დღევანდელი საღამო. მოკლედ, ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აი აქ მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ, შემოგევლეთ. ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმი წელსაც გრანდიოზულად უმასპინძლებს ნებისმიერ დამსვენებელს. გუშინ ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში არაჩვეულებრივი საღამო გაიმართა, დილიდან აქტივობები მიმდინარეობდა, რასთან დაკავშირებითაც აჭარის მოგზანდით შეიძლება, მოგზანდით, აჭარის კულტურის დეპარტამენტისა და ტურიზმის თავმჯდომარე ქალბატონი თინათინ სოიძე გაგვესაუბრება. პირველ რიგში გილოცავთ სეზონის გახსნას და რა ელოდება დამსვენებელს ამასთან დაკავშირებით რომ მოგვიყეთ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. გუშინდელი ზაფხულის ფერადი ფესტივალით ბათუმში, აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ძალიან ლამაზი ფესტივალი ჰქონდა, საინტერესო პროგრამა ჰქონდა წარმოდგენილი სცენაზე, ძალიან ბევრი აქტივობა ჰქონდა ბავშვებისთვის სივრცეში დაგეგმილი და ულამაზესი დეკორაციებით, სასიამოვნო განწყობით. შევეცადეთ რომ ჩვენი პოტენციური ვიზიტორებისთვის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელებისთვის გვეთქვა, რომ ბათუმი, აჭარა მზად არის უმასპინძლოს მათ ბევრი სიახლით. წარმოდგენილი იყო ისეთი აქტივობები, რომელიც არის ბათუმთან, ზღვაზე დასვენებასთან დაკავშირებული და ალამაზებდა ამ ჩვენ ფესტივალს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია კიდევ მეტი პოპულარიზაცია გაუწიოთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და დავაინტერესოთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ნახოს ის ულამაზესი ქალაქი, რომელიც როგორიცაა ჩვენი ლამაზი ბათუმი. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეს გრძელდება კიდე ფესტივალი, ძალიან საინტერესო პროგრამით, ადგილობრივი და მოწვეული ბენდებით, წარმოდგენილი იქნება სპეციალური შოუ სცენაზე, გვეყოლება ძალიან საინტერესო დიჯეები და რა თქმა უნდა, ბათუმის ულამაზესი სანაპიროზე გვექნება ფრანების შოუ, მთლიანით სამოფენილი იქნება გიგანტური ფრანებით, რაც ბათუმის ბულვარს და ქალაქ ბათუმს კიდევ უფრო საინტერესოდ მონიშნავს ტურისტულ რუკაზე. ნამდვილად და მე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საერთოდ სულ წუწუნებ ხოლმე, რომ ამინდის პროგნოზს როცა ვნახავ და წვიმა, მეთქი რაღა მაინც და მაინც დღეს წვიმს და გუში რო გამოვიარე, წვიმაში პირიქით უფრო ხალისიანად და უფრო ენერგიულად იყო ხალხი. თან აქ მე ვაკვირდები, რომ ბავშვებისთვისაც არის სივრცე და ხელნაკეთი ნივთებიც იყიდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ასაკს აქვს საშუალება რომ მოვიდეს და ძალიან სასიამოვნო დრო გაატაროს. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და საინტერესო ტურისტულ სეზონს გისურვებთ. გაიხარეთ. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. მოკლედ ჩემო მეგობრებო, გელოდებით ყველას ბათუმში, ერთად გავატაროთ ძალიან მაგარი დღეები და დასამახსოვრებელი ზაფხული. კოცნით გეფერებით თქვენი ტამანგო, მომავალ შეხვედრამდე წავედი მე ზღვაზე. ტამანგო გემშვიდობებით. ვაიმე რა კარგი ამბები გაგვაგებინა და რა კარგად წავიდა ზღვაზე და შენ რო ოცნება გაქვს რომ ვიწყებთ გადაცემას და რომ უნდა გამოაცხადო საათი, მე მაგ ოცნება რომ ტამანგოსთან გადავიდე ჩართვით, რომ თქვა მისი სახელი და გვარი ესე ამაყადა გამართულად ტამანგო ჭღერია. გაიგე? ოღონდ მეგრული. იცი რომ მზე მეგრელი ყოფილა? იცი და ამაზე მოგვიანებით